მსოფლიოში არსებობს ბოცვრების დაახლოებით 200-მდე ჯიში. თეთრი გოლიათი არის სახორცე საბეწვე. იწონის 5-დან 8 კილოს, ახასიათებს 7-8 ბაჭიის საშუალო შობადობა. ტყავს იყენებენ ბეწვის წარმოებაში. კალიფორნიული ბოცვერი მეხორცული უფროა. 3 თვემდე წონა 3,8 კილოგრამამდე აღწევს. ხორცის გამოსავალი 54-დან 48%-ს შეადგენს. ვენური ცისფერი საბეწვე ჯიში რბილი ცისფერი ბეწვითაა. ტანი ოდნავ წაგრძელებული აქვს. ზრდასრული ცხოველის წონა 3-დან 4 კილოგრამია. დედალი იძლევა 7-დან 8 სიცოცხლის უნარიან ბაჭიას და კარგად ეგუება კლიმატურ პირობებისა და კვების ცვალებადებას. ნაცრისფერი გოლიათი 5-დან 7 კილოგრამამდე ცოცხალი მასის და 55-დან 60%-იანი ხორცის გამოსავლით განსაკუთრებით საინტერესოა მსხვილი მეურნეობებისთვის, სადაც ფასდება კარგი აკლიმატიზაცია და უღრძიანობა. ახალზელანდიური თეთრი და ბელგიური გიგანტი ფლანდრი მაღალი მეხორცულობის და სწრაფმზდარდი სახორცე ჯიშებია. საშუალოდ ეს ჯიშები 7-დან 11 კილოს აღწევენ. შინშილა და გერმანული პეპელა პოპულარულია როგორც ხორცით, ისე ბეწვით. შინშილას ნაზი შეფერილობა და ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ახასიათებს. პეპელა კი სწრაფი ზრდით, ძლიერი ფეხებითა და თეთრ-შავ ლაქებიანი ბეწვით გამოირჩევა. რექსი და ხილა უკვე პრემიუმ სეგმენტია. რექსი ფასდება მოკლე, მძინვარე, იშვიათი სტრუქტურის ბეწვით და გემრიელი ნაკლებ ცხიმიანი ხორცით. ხილა კი ჰიბრიდული ჯიშია, რომელსაც 70 დღეში 2,5 კილოგრამამდე წონა და 48-დან 62%-იანი ხორცის გამოსავალი აქვს.